აი თქვენს მოგესალმებით ბატონო ირაკლი, ზუსტად ამ სიას ვუყურებთ ახლა თქვენი ვებგვერდიდან ჩვენ. როგორც ჩანს, სია ჩაშვებულია უკვე და განახლებადია ის. კონკრეტულად რა მტკიცებულებები ახლავს თითოეულ кейსს რომ გითხრათ და საკმაოდ სოლიდური სამუშაო გაგიწევიათ. მოგესალმებით სოფო, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს და მსმენელს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, სიის მიზანი რა არის, რომ პირველი ყოფილიყო პერსონალური პასუხისმგებლობა და ანონიმურობის გარანტია, რომელიც შექმნილი აქვს რეჟიმის თავიანთი მსახურებისთვის, აი ეს მითი მისთვის დაგვემსხვრია. პერსონალური პასუხისმგებლობის ნაწილში ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ამ ძალადობას, ჩვენს მომავალს, ჩვენს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებს რაიმე აბსტრაქტული სისტემა კი არ ანგრევს, როგორც ამას დღეს თუ გუშინ ბრიფინგზე კობახიძემ ისევ deep state-ით დაიწყო ხო საზოგადოებასთან საუბარი. ჩვენ საუბრობთ უკვე კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე, რომლებიც ჩართული არიან პირდაპირ ან ირიბად. ესენი არიან ან ბრძანების გამცემები, ან ბრძანების შემსრულებლები, ან ამ სისტემური ძალადობის არქიტექტორები, ანუ გულისხმობ აქ უკვე ფინანსურ ნაწილში ბიზნეს სექტორის არომადგენებს, რომელიც სისტემას ყვებავს, რათა ეს იყოს მდგრადი. შესაბამისად, ჩვენი მისია და მიზანი ზუსტად ეს იყო, რომ შეგვექმნა ერთიანი მონაცემთა ბაზა და რეესტრი, სადაც შევიდოდა ყველა ის პირი და მნიშვნელოვანი არის, რომ ეს არ არის რაღაცა პერსონალური მიდგომა ამ პირებისა და ინდივიდების მიმართ, თითოეული პერსონა, რომელიც ამ სიაში არის და კიდევ რომლებიც ამ სიაში მოხვდებიან, ეფუძნება ძალიან მყარ არგუმენტებს და ასევე ჩვენ უზრუნველყავით, რომ მიგვეთითებინა წყაროები თითოეულ ამ პერსონაზე და ეს არის გადამოწმებული როგორც ღია საჯარო სივრცეებში, ასევე სხვადასხვა მედია საშუალებებში გამოქვეყნებული სტატიებით და დადასტურებული არის, რომ ეს ადამიანები ამ რეჟიმის მსახურები არიან. რატო გახდა აი ამ ბაზის შექმნა, ამ სისტემის შექმნა საჭირო ჩვენ რა არის ამის მნიშვნელოვანი, რომ სისტემა დგას ძალიან რთულ სისტემას აქვს შექმნილი ძალიან რთული ბიუროკრატიული მექანიზმი, ანუ იყენებს რთულ იერარქიას, რათა დაფაროს ეს დანაშაულებები, როგორც ბრძანების გამცემების, ასევე შემსრულებლების და მთელი სიმძიმის ტვირთი გადაანაწილოს ზოგადად სისტემაზე განაზოგადოს და მეორე ეს არის ეს ნაყიდი ერთგულება ან დაშინება, რომლითაც დღეს რეჟიმს უკავია ხელისუფლება, ხო? ანუ სია ზუსტად აფიქსირებს ამ პროცესში ჩართული ადამიანების ვინაობას და რა პირობით და რა მოცემულობით არიან ეს ადამიანები ამ რეჟიმის არქიტექტურაში მონაწილეები, ანუ რა მეთოდოლოგიით არიან ჩართულები. და სიის უნიკალურობა ზუსტად ამაში არის, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც ზოგადად არსებობს და ამაზე სხვადასხვა საქართველოში, რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ კი რომელიღაც შემორჩენილი არის საზოგადოებრივი ჯგუფები, თქვენ ტელევიზია და მედია საშუალებები, ანუ გაფანტული არის სხვადასხვა არხებზე, სხვადასხვა საშუალებებზე და ჩვენი მიზანი არის, რომ რაღაცა აი ეს ფრაგმენტული, გაფანტული პროცესი ერთიან ბაზაში მოვაქციოთ, სადაც ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა შევიდეს, გაეცნოს, ნახოს, ჩამოტვირთოს, გამოიყენოს დაუშვათ სხვადასხვა მიზნობრიობით, ანუ ამ მიზნობრიობაში რა იგულისხმება, რომ ანუ ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას დასავლურ პარტნიორებს, ანუ მივაწოდოთ ინფორმაციული ბაზა დოკუმენტების დონეზე, რომლებიც იქნება მტკიცებულებებით გამყარებული და იცოდნენ, ანუ ამ პროცესში ჩვენ როდესაც საუბრობთ, რომ საქართველოში ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა, დემოკრატიული უკუსვლა და ასე შემდეგ და ასე ამ პროცესების უკან განან კონკრეტული ადამიანები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ირაკლი, აქ მინდა ზუსტად ეს კითხოთ, როგორც deep state-ი არ არის არსად და მითია და რაღაცა ეფემერულ ქარის წისქვილებს დასდევენ, ასეა თითქოს გაბლარვა მათი თითქოს, ესე იგი, მართლობის მეთოდ
14 წელს თუ მე-13 წელს გვეუბნებიან რომ ის რაც 13 წლის განმავლობაში ხდებოდა ეს ჩვენი პასუხისმგებლობა არ არისო თითქოს თვითონ არ იყვნენ ამ ხელისუფლების სათავეში 13 წლის განმავლობაში ან ივანიშვილი შეცვალა ვინმე გავლენის ასე ვთქვათ თვალსაზრისით ოდესმე ჩაანაცვლა ეს ხომ ტყუილია ამიტომ აი ახლა მე უყურებ თქვენს გვერდზე ადის ეს კადრი მოსამართლეებიც არიან ამ სიაში საჯარო მოხელე ანუ ჩინოვნიკებიც ერთგვარი შეიძლება ითქვას თანამდებობის გარეშე მყოფი ადამიანებიც რომლებიც მათ პროპაგანდას აძლიერებენ ნახე საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებიც სიაში თქვენ ახსენეთ რომ ბიზნესმენებიც არიან აი ამ კონკრეტული სახელი და გვარის უკან ჩაშლილია ინფორმაცია თუ როგორ მონაწილეობს ის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბებაში ფაქტებია თავმოყრილი სოფო ნახეთ როგორ არის ანუ ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს 233 პირი დაიდენტიფიცირებული ანუ ამ ბაზაში ეს 233 პერსონა არის აქ შედიან როგორც მოქმედი პარლამენტარები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მედია სექტორის წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორის და ძალოვანი სტრუქტურები, ანუ აქ გულისხმობ შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება ეს პროკურატურა თუ დაუშვათ მოსამართლეები. ანუ ეს ადამიანები პირდაპირ ან ილიბათ არიან ჩართულები. ეს ადამიანები ან არიან ბრძანების გამცემები, ან არიან ამ ბრძანების შემსრულებლები. ამ ასე ვთქვათ, ერთი ამ ბაზაში ამ პერსონების თავმოყრის მიზანი ზუსტად ეს არის, რომ ჩვენ შევქმნათ, აი თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ, ისტორიული მეხსიერება. ანუ ისტორიულ მეხსიერებაში რას გულისხმობთ? ანუ მე ბევრჯერ მithქვამს ეს, როდესაც რაღაც ხდება, რაღაც მოვლენა, მე ყოველთვის რაღაც ახალი, ყოველთვის ცდილობს რომ გადაფაროს, კი არ ცდილობს იფარება და გავიწყდება, ხო? ისევე როგორც დღეს დაუშვათ ქართული ოცნების ძალიან მაღალი თანამდებობის პირები ციხეში არიან, თუნდაც კორუფციული მიმართულები და ასე შემდეგ, ხო? ანუ ჩვენ ამ ბაზით ვქნით ამ რეესტრს, რომ ეს ადამიანები დღეს თუ პირობითად აღარ არის ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვაზე მოქმედი აღმასრულებელი შეტანილი აქვს ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება. რა თქმა უნდა, ანუ ესია ვერ ჩაანაცვლებს სისხლის სამართლებრივი დევნას, თუმცა შექმნის მტკიცებულებათა მყარ არქივს, რათა ეს გამოყენებული იქნეს ან აწმყოში მიმდინარე მოვლენებისთვის, ან დაუშვათ სამომავლოდ რომ არასდროს ეს ადამიანები ანუ ამ ადამიანებმა ეს კომფორტის ზონა დაურღვიოთ ამ ადამიანებს რომ ანონიმურად არიან ანუ ამ ანონიმურობის გარანტია უნდა დაურღვიოთ რომ შეიძლება ვიღაცას დაავიწყდეს რომ ეს ადამიანი რაღაც მომენტში ჩართული იყოს საქართველოს ინსტიტუციური დემოკრატიული პროცესების ნგრევაში და მოგადახვიდეთ ამ ბაზაში თითოეულ პერსონაზე ანუ ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში მხოლოდ ღია საჯარო წყაროები გვაქვს მითითებული, თუმცა აი ეს რამოდენიმე დღეა რაც ჩაუშვით ესია და იყო დაინტერესება კონკრეტულ პირებზე თუ ქონდა რაიმე დაუშვათ ისეთი, ასე ვთქვათ, ბაზა, რომელიც შეგვიძლია გაუზიაროთ და რა თქმა უნდა გაუზიარებთ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, რომელიც მონაწილეობს და ჩართული არის, რომ დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში. ეს იქნება კიდევ ერთხელ ვიძახი დაუშვათ სასამართლოები, ეს იქნება სასანქციო პაკეტები, ეს იქნება დაუშვათ სამთავრობო უწყებები, სადაც მივიტანთ ამ ხმას და მივაწვდით. ანუ ეს უნდა გააკეთოს ამ მონაცემთა ბაზა და მეორე, ანუ ჩვენ ამის გარდა, ანუ ამ პერსონების გარდა, აგრეთვე ვამუშავებთ ეს ძალიან, ანუ ერთი შეხედვით შეიძლება მარტივი ჩანდეს, მაგრამ ამის უკან უზარმაზარი შრომა დგას და უზარმაზარ რესურსებს მოითხოვს აი ამ ინფორმაციის დამუშავება, ცალკეულ кейსებსაც ვამუშავებთ და არსებობს რაღაცები, რასაც გამოვაქვეყნებთ და რაც იქნება საჯარო საზოგადოებისთვის და იქნება რაღაცეები და არსებობს რაღაცეები, რაც შეიძლება ის საჯარო არ იყოს, მაგრამ გამოყენებული იქნეს როგორც სახელმწიფო ინსტიტუციებში, ისევე ჩვენს პარტნიორებთან იმის დასადასტურებლად, იმ მტკიცებულებების აღსაქმელად, რომ საქართველოში დღეს ქვეყანას მართავს ავტორიტარული რეჟიმი პერსონალურად ერთი ადამიანი და გადაწყვეტილების მიმღებიც არის კონკრეტულად ერთი ადამიანი. დანარჩენი აი ესია, აი ეს ადამიანები, რომლებიც აქ არიან შესულები, არიან უბრალოდ ამ რეჟიმის მსახურები. და სამწუხარო არის, აქ არის ძალიან ბევრი მოსამართლე, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც დღეს თუ ხვალ ვისაუბრებთ სახელმწიფოს მშენებლობაზე და ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორი ქვეყანა გვინდა, პირველი უნდა იყოს თავისუფალი სასამართლო სისტემა. თუ არ იქნება
სასამართლო სისტემა ჩვენ ვერასდროს ვერ შევხვდით ვერანაირ ქვეყანას. ირაკლი, მინდა გითხოთ, თქვენი საუბრეთ უკვე პრინციპში მინიშნებით პირდაპირაც, რომ ეს სია საერთაშორისო პარტნიორების პერსონიფიცირებაში დაეხმარება საერთაშორისო პარტნიორებს, ვის წინააღმდეგ უნდა იყოს მაგალითად სასანქციო პოლიტიკა უფრო აქტიური, ხომ? სწორად გავიგე. ირაკლი კობახიძემ ზუსტად ამ ფორმულას შიგნით აქცია და გარეთ სანქცია, გუშინ პირდაპირ ღალატი უწოდა და დაემუქრა დაჭერით ოპოზიციას, რომელმაც ეს სტრატეგია, მთავარ სტრატეგიად გამოაცხადა. პრინციპში ეს არის ფორმულა სხვა ფორმულა, ესე ვთქვათ, ხელისუფლებასთან წინააღმდეგობის არავის მოუგონია აქამდე პოლიტიკური ბრძოლის იარაღი ლეგალური, გახლავთ აქციაზე პროტესტის გამოხატვა და საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნება იმაში, რომ ცუდი მთავრობაა ეს კონკრეტულად შენთვის და ადამიანის უფლებებს ლახავს და ამიტომ ნუ გექნება თბილი ურთიერთობა მასთან, არ ვიცი ამაში რა არის დანაშაულებრივი, მაგრამ პოლიტიკა ღალატი დაარქვა პირდაპირ ამას ამ ფორმულას ირაკლი კობახიძემ და დაუანონსა ფაქტობრივად ოპოზიციის ლიდერებს ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის საფარქვეში დაჭერა, ხომ? აი ამ მიმართულებით თქვენ ქვეყნის გარეთ ხართ, მაგრამ რამდენად გაქვთ საფრთხე ადამიანებს, რომლებიც ხართ ჩართული ამ პროცესებში? პირველი ის რომ ქართული ოცნება სოფო ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს ლობისტებში და მაგალითად ჩვენ გამოვიკვლიეთ ერთ-ერთი кейსი, სადაც კონკრეტულად ლობისტურ კომპანიასთან არ აქვს ხელშეკრულება, ეს არის იურიდიული კომპანია და მომსახურებას, ასე ვთქვათ, ხელშეკრულებაში წერია, რომ იურიდიულ მომსახურებას გაუწევს, რათა არ მოხდეს, ასე ვთქვათ, ამის აჯანყება და უზარმაზარ ფინანსებს ხარჯავს ბიძენა ივანიშვილი, რათა კონკრეტულად დაუშვათ შეერთებულ შტატებში მან რაღაც გარკვეულ, ასე ვთქვათ, შეთანხმებას, გავლენას მისთვის ასაგებლო იმებს მიაღწიოს. და ბუნებრივია, ყველა ადამიანი, რომელიც ჩართული არის აი ამ პროცესში და ცდილობს, რომ რეალობა, ანუ ჩვენ ხო არ საუბრობთ, აი როგორც ქართული ოცნება ესაუბრება თავის ამომრჩეველს ქარის ცისქვილებზე. ჩვენ საუბრობთ კონკრეტულ ადამიანებზე, ჩვენ საუბრობთ კონკრეტული ადამიანების მიერ ჩადენილ კონკრეტულ დარღვევებზე და ამის უკან არის მტკიცებულებათა ერთობლიობა და ჩვენ მათთვის საფრთხე ვართ ბუნებრივია და აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს, ყველაფერს იკადრებს რეჟიმი, რომ მოხდეს ჩვენი გაშავება, მოხდეს ჩვენს მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა, შევიწროება, სხვადასხვა მეთოდებს იყენებს ამისთვის, როგორც დაუშვათ საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ და ბუნებრივია არსებობს ეს რისკი, არსებობს ეს საფრთხეები, თუმცა აქ არის ყველაზე მთავარი, რომ რა არის მნიშვნელოვანი თითოეული მოქალაქის ჩართულობა აი ამ პროცესში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი და აქტუალური, რომ ჩვენ დავანახოთ, რომ ჩვენ რეჟიმის მიმართ, ანუ უკანონობას არაფერს არ ვაკეთებთ. ჩვენი ქმედება აბსოლუტურად ეფუძნება კანონიერებას. კონსტიტუციით რაც გვაქვს მონიჭებული უფლებამოსილება და რაც ჩვენი ვალდებულება არის, იმას ვასრულებთ. ანუ ჩვენ რო უკანონობას ვაკეთებდეთ, სადაც არ უნდა ვიყოთ რომელ ქვეყანაში, იქაც დაიწყება ჩვენს მიმართ, ხო? დევნა. ამიტომ ცდილობენ ამ ბინძური მეთოდებით ჩვენზე დევნა განახორციელონ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს და ეს უნდა იყოს მასშტაბური. და ზუსტად ეს არის, რომ ანუ ჩვენი გუნდის მიზანი ეს იყო, რომ ჩვენ მივცეთ, ასე ვთქვათ, ერთგვარი სტიმული მივცეთ, იმიტომ რომ როგორც შეერთებულ შტატებში, აგრეთვე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არის ძალიან ბევრი სხვადასხვა ორგანიზაციები და ადამიანთა გაერთიანებები, ულანთებული ადამიანების, რომლებსაც მართლა უნდათ საქართველოს დახმარება და ეს რაღაც ერთიანი ბაზა შექმნა და ამ ადამიანებს მივცეთ, ანუ დავეხმაროთ თუ იქნება კონკრეტულზე პირობითად ვიძახი, ან კიდევ ერთხელ ინდივიდზე იქნება თუ ქმედებაზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია გაუზიაროთ, რათა პირობითად ის სიტყვაზე შვედეთის პარლამენტში დაუშვათ გერმანიაში ან ასე შემდეგ და თქვენ ახსენეთ, აღმოვაჩინეთ ერთი კონკრეტული кейსიო, ლობისტება სინამდვილეში ლობისტური კომპანია ყავდა დაქირავებული და იურიდიული დახმარება ჰქონდათ გაფორმებული ოფიციალურ დოკუმენტში. შეერთებულ შტატებში ძალიან სერიოზული დარღვევაა. რამდენად ამხილეთ ეს და კონკრეტულად რა კომპანიაზეა საუბარი, თუ მიიტანეთ შესაბამის სტრუქტურებამდე? სოფო როგორ არის იცით აი რაც ძალიან მადლობა ამ კითხვისთვის და საზოგადოებამაც მინდა რომ იცოდეს ზოგადად აქ შეერთებულ შტატებში არის სხვადასხვა ბიუროკრატიული ინსტიტუციური ასე ვთქვათ ჯაჭვი კონკრეტული გადაწყვეტილება როგორ უნდა იქნეს მიღებული პირობითად სენატის შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა მიდგომა და დამოკიდებულება არის კონგრესში სხვა არის სახელმწიფო დეპარტამენტში სხვა არის მათი ანუ შენ ესე ვერ მიხვალ პირობითად და სახელმწიფო დეპარტამენტში და ვერ მიიტან უბრალოდ დოკუმენტს. ხო, ანუ ეს დოკუმენტი უნდა იქნეს იურიდიულად გამართული, დამუშავებული და ბუნებრივია, უნდა
ჩვენი მთავარი მიზანი ახლა რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის რომ დავაინტერესოთ, ანუ ამ მტკიცებულებათა ერთობლიობით დავაინტერესოთ კონკრეტული ინსტიტუციები და როდესაც უკვე იქნება დაინტერესება ამის მერე კონკრეტულ ინსტიტუციასთან ამ კონკრეტულ ჯგუფთან დამოუკიდებელი ინდივიდუალური მუშაობა გავაკეთებთ. ესმის, მაგრამ ინტერესი საქართველოს მიმართ ისედაც სახეზეა შეერთებულ შტატებში. მაგალითად, რამდენიმე კონგრესმენი და სენატორი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს кейსს. და თუ მით უმეტეს წლობით განგრძობითია ეს მათი ცნობადობა და ინტერესება საქართველოსი და შავი ზღვის თემით და შესაბამისად კარგი მცოდნეები არიან ქართული პოლიტიკისაც და არ მგონია ამ ნაწილში მათი დაინტერესება გაგიჭირდეთ. მით უმეტეს თუ თქვენ გექნებათ გამართული ინსტიტუციური ბაზა და დოკუმენტირება იმ მასალების, რაზეც ახლა საუბრობთ. მე შემთხვევით არ გავამახვილე ყურადღება ლობისტობის შენიღბვაზე, იმიტომ რომ ეს მათივე კანონმდებლობით სერიოზული პრობლემაა თუ ლობირებას მალავ. დაინტერესდნენ, კარგი ის არის, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი არსებობს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ საქართველოდან ამერიკის შეერთებული შტატები ერთი უზარმაზარი სახელმწიფო ჩანს და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ზოგ შემთხვევაში საქართველოს საერთოდ არ ჩანს, იმიტომ რომ ამ ქვეყანას ძალიან დიდი გამოწვევები და ძალიან დიდი გეოპოლიტიკური არეალი გააჩნია, ამიტომ ჩვენი მიზანი ზუსტად ეს არის, რომ საქართველოს დღის წესრიგიდან არასდროს არ მოიხსნას, ყოველთვის აქტუალური იყოს და გარდა იმისა, რომ ჩვენ ერთი მხრივ ვამხილოთ რეჟიმი, მეორე მხრივ ჩვენ მუშაობთ საქართველოს პოზიტიურ ნაწილში, ანუ საქართველოს რა ფუნქციის შესრულება შეუძლია, როგორც ამერიკის უსაფრთხოების შენარჩუნ, ანუ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში, აგრეთვე ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში. ანუ საქართველოს აქვს თავისი უნიკალური გეოპოლიტიკური სტრატეგიული ადგილმდებარეობა. საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან უნიკალური თანამშრომლობის ისტორია, კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროს გულისხმობ იმ წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას, იმ თანამშრომლობას, რომელიც ჰქონდა და დღეს, რომელიც ფაქტიურად ნულზე არის დაყვანილი. ერთი რომ ეს თანამშრომლობა არ არსებობს, მეორე მხრივ, ანუ ეს რეჟიმი აქტიურად ებრძვის იმ ადამიანებს, აი თქვენ რომ ჩაატაროთ მოკვლევა და ნახოთ ადამიანებმა, რომლებაც ამერიკაში ან განათლება მიიღეს, ან ამერიკელებთან რაიმე თანამშრომლობის ფორმატით ურთიერთობა ჰქონდათ, ეს ადამიანები ან სამსახურებში აღარ არიან, ან დაქვეითებულები არიან, ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში ქვეყნიდან არიან უკვე გასულები. ანუ ეს რეჟიმი მაქსიმალურად ცდილობს ერთი მხრივ პროგრესულად მოაზროვნე და მეორე მხრივ ისეთი ადამიანების მოშორებას, რომლებსაც რაღაცა გარკვეული ურთიერთობები ჰქონდათ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან. ჩვენ ამას ვცდილობთ, რომ დავანახოთ, რომ ნიშნულოვანი არის ჩვენთან ურთიერთობა. ირაკლი, მინდა ვიკითხო, აი ივანიშვილი ძალიან ცდილობდა და ალბათ დღემდე ცდილობს შეერთებულ შტატებთან დაალაგებას, ხო, ეგრეთ წოდებული საკუთარი ფორმულით, რომ მიმიღეთ ისეთი როგორიც ვარ, ჩამომართვით ხელი ისეთი როგორიც ვარ, მე ვარ ავტორიტარი, მაგრამ მე აქ მართავ. თქვენი საქმიანობა რამდენად შეუშლის მას ხელს ამაში? ეს არის ალბათ თავი კითხვა, რომ მან ვერ მოახერხოს საკუთარი პირობები დაალაგება, ეს ქვეყანას არაფერში არ ადგება, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენა, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოს მოქალაქის ინტერესია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ინტერესი ეს არ არის. ბიძინა ივანიშვილის ინტერესია გააფორმოს ავტორიტარიზმად აქაურობა და თვითონ გაფორმდეს ბატონად და ეს მიიღოს შეერთებულმა შტატებმა. სოფო ძალიან ამბიციური იქნება და გადაჭარბებული ის თქვა, რომ ამას მე ხელს შეუშლი, მაგრამ მე ვარ ერთ-ერთი ადამიანი იმ მრავალრიცხოვანი, ასე თქვა, გულანთებული ქართველებიდან, რომლებიც ქვეყნიდან არიან გასულები, რომელიც ცდილობს თავისი პოზიტიური როლი შეასრულოს თავისი ქვეყნის, ჩემი ქვეყნის გადარჩენის ნაწილში და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ მე აქ ვიმყოფები იძულებით და არა ჩემი ნებით. მე ნებისმიერ დროს შემეძლო 2011 წლიდან მოყოლებული შეერთებულ შტატებში ჩამოსულიყავი, მაგრამ მე აქ არა ვარ ჩამოსული დასარჩენად. მე აქ ვარ დროებით და მინდა რა დაუბრუნდე ჩემს ქვეყანაში და ამიტომ ვიბრძვი და ამიტომ ვაკეთებ ამას, რასაც ვაკეთებ. მეტი ამის უკან ჩემს ქმედებებს არ არის. მაგრამ ეს რომ იყოს შედეგზე ორიენტირებული და ამარო კონკრეტული შედეგები გამოიღოს, მხოლოდ ჩემი აქტიურობა საკმარისი არ არის. მე დამჭირდება მოქალაქეების დახმარება, მე დამჭირდება ჩვენ დაგვჭირდება გაერთიანება აი ამ იდეის ირგვლივ და უფრო მეტი სამუშაო, ანუ სხვადასხვა არხები და რო შევა, ერთია რომ პირობითად კონკრეტულ რომელიღაცას ამერიკის სიტყვაზე სახელმწიფო დეპარტამენტში შეგვაქვს ეს ინფორმაცია ჩემი არხის გავლით, მაგრამ აქ უნდა შევიდეს სხვადასხვა, ეს იქნება ოპოზიცია, ეს
იქნება საერთაშორისო ორგანიზაცია, ეს იქნება სხვა მსგავსი ჩემის მსგავსი ორგანიზაციები, რაც უფრო მეტი შევა ეს ინფორმაცია, მით უფრო მყარი იქნება, მით უფრო საინტერესო იქნება, მით უფრო შედეგზე ორიენტირებული იქნება და ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ შეერთებულ შტატებში ბუნებრივია, იმიტომ რომ ის ცდილობს ფულით იყიდოს თავისი ძალაუფლება და ჩვენ ვცდილობთ დემოკრატიული, სამართლებრივი, იურიდიული პროცესებით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ ესია და ეს პროექტი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არ არის მხოლოდ ეს 233 ადამიანი. ამას დაემატება კიდევ და ჩვენ მუშაობთ, რომ ბაზა ყოველდღიურად განვაახლოთ და მნიშვნელოვანი არის ერთი ფაქტი, რომ ჩვენ მუშაობთ ღია წყაროებზე. მინდა მოქალაქეებს მოუწოდო, რომ თუ აქვთ რაიმე ინფორმაცია, ხომ, ეს იქნება დაუშვათ განსაკუთრებით რეგიონები, განსაკუთრებით საჯარო ინსტიტუციები, თუ ეს იქნება ჩვეულებრივი კერძო სექტორი, სადაც ხედავენ დარღვევებს, ჩვენ შექმნილი გვაქვს დაცული უსაფრთხო არხი, ანონიმურობის გარანტიაც, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილი არის, რომ მოგვაწოდო ნებისმიერი ინფორმაცია ნებისმიერ პირზე, ჩვენ ამას დავამუშავებთ და ბუნებრივი ამ ბაზაში შევიტანთ. რა პლატფორმაზე რომ თქვა საჯაროდ რომ გაიგოს ხალხმა კიდევ ერთხელ? ბოდიში პლატფორმის სახელი რომ თქვათ, სად უნდა საქართველოს სამოქალაქო საბჭოზე რო შევიდნენ როგორც საიტზე, ისე სოციალურ ქსელში, იქ არის მითითებული იმეილი და უახლოეს მომავალში ჩვენ ვაპირებთ ჩაუშვათ კიდევ ერთი საიტი, სადაც პირდაპირ შეეძლებათ უკვე ასე ვთქვათ ინფორმაციის გაზიარება, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი სამწუხაროდ თავს იკავებს სოციალურ ქსელში კონტაქტისგან, ამიტომ ვქმნით საიტს, სადაც შეეძლებათ პირდაპირ ასე ვთქვათ დახურული და უსაფრთხო არხების გამოყენებით გამოვიდნენ ჩვენთან კონტაქტზე და შეუძლიათ გააზიარონ ნებისმიერი ინფორმაცია, ჩვენ ამ ინფორმაციას დავამუშავებთ, გადავამოწმებთ და ამის შემდეგ ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ. ეს იქნება პირობითად საჯარო, გამოვაქვეყნებთ საჯაროდ. არ იქნება საჯარო და ამას ექნება დაუშვათ ისეთი სენსიტიური ხასიათის მატარებელი შინაარსი, გამოვიყენებთ დახურული შეხვედრებისთვის და ასე შემდეგ. ეს პროცესი უნდა ვაქციოთ შეუქცევადად და ამ პროცესით მივახცევთ ზუსტად, ანუ ჩვენ თუ რაღაცა გარკვეული იძულების ბერკეტები არ შევქმნით ივანიშვილის რეჟიმზე, სხვა შემთხვევაში ის ქვეყანას აბსოლუტურად დაღუპული აქვს. ხო ხედავთ, რასაც აკეთებს, ანუ ჟარგონს გამოვიყენებ, ეგრეთ წოდებული მუხრუჭებიც კი აღარ გააჩნია, ანუ ყველაფერზე მიდის, ყველაფერს კადრულობენ აბსოლუტურად. შესაბამისად, ანუ რაღაც მეთოდი, რომელსაც მე ვფიქრობ არის ეს, რომ საერთაშორისო დონეზე მოვახდინოთ მისი ლუსტრირება, მისი რეჟიმის ლუსტრირება. კი ბატონო ირაკლი და მუხრუჭები არ აქვსო, აი აქ ბოლო კითხვა მაქვს ასეთი, თქვენ რა შტაბეჭდილება გრჩებათ, რომ ის ბოლომდე დაიცავს ამ ხას მუხრუჭების არ ქონის, დაიჭერს ყველას, ჩაატარებს 2028-ში თუ დასცალდა რა თქმა უნდა ისეთ არჩევნებს, სადაც საერთაშორისო დამკვირვებლებს საერთოდ არ მოიწვევს და ასე შემდგომ. თუ მაინც ფიქრობთ, რომ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, ანუ არის ბევრი ფაქტორი მოახდენს მასზე და მის პოზიციებზე გავლენას. ძალიან ბევრ ფაქტორზე არის სოფლის დამოკიდებული, ჩვენი ქვეყნის ბედი ეს დამოკიდებულია როგორც უკრაინა, რუსეთის საომარი მოქმედებების როგორ დასრულდება და როდის დასრულდება, აგრეთვე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე და ძალიან ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს და სამწუხაროდ უკაცრავად სამწუხაროდ ამას ძალიან კარგად იყენებს ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რომ აი ეს ასე ვთქვათ მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე გარე პროცესები, რომელზეც ჯერ მისთვის ვერ მოიცალეს, ეს ამ დროს ასე ვთქვათ ძალიან დიდ ავტოკრატიულ კედელს აშენებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, ანუ მე ისი იმედი მაქვს, მე ამაძლევს პოზიტიურ განწყობას. საზოგადოება და მოქალაქეები, რომლებიც ქართველი ადამიანი მენტალობით, შეგნებით, აზროვნებით და ღირებულებით რუსი არ არის, ანუ რუსეთში თუ რაღაცების აღწევს პუტინი, იმათი მენტალობა და შეგნება და ისტორია აბსოლუტურად სხვა არის და ქართველების აბსოლუტურად სხვა არის და მე ამისი იმედი მაქვს, რომ ქართველი ადამიანი ამას უბრალოდ არ გაუტარებს, ამას ვერ მოითმეს და აი ეს რაღაცა და აი ჩვენ საუბრობთ ეკაკვესიტაძესთან პოდკასტში გამოვა ძალიან საინტერესო, აი ზუსტად იქ საუბრობთ ამაზე, რომ რას აკეთებს ხო ივანიშვილი, ანუ ყოველთვის, როდესაც საზოგადოების უკმაყოფილების რაღაცა კონკრეტული ზღვარი აქვს დადგენილი. აი ამ კონკრეტულ ზღვარზე, როდესაც მიდის საზოგადოებრივი უკმაყოფილება, ცდილობს გამოყაროს ძალიან არასაინტერესო თემები და მოახდინოს საზოგადოების ყურადღების გადატანა. რათა არ დაგროვდეს ამ უკმაყოფილების ზღვარი, ამ არ მიაღწიოს პიკს, თორე თუ მიაღწია და აუცილებლად მიაღწევს საზოგადოების უკმაყოფილება, თვითონ საზოგადოება ჩაყლაპავს ბიძინა ივანიშვილს. ირაკლი შაიშვილის არ მოახდინა ეს პროცესები.